კოცების ხი ხომ გვარამია გამოაგურა და რაღაც ფილოსოფიურ დებილობებს წერს რომ თუ აფხაზეთის დაბრუნება გინდა, ესე იგი ომი გინდა და თუ ომი არ გინდა, ესე იგი აფხაზეთის დაბრუნება არ გინდა და რაღაცა სირობებს წერს. რომელიც მხოლოდ იმის ნიშანია, რომ საკოცეთი ემზადება, რომ შეასრულოს რუსული დავალება და ხელი მოაწეროს აფხაზებთან და ოსებთან ეგრეთ წოდებულ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებებს. ჩვენ თუ შეგვიძლია რომ ამას რამენაირი წინააღმდეგობა გავუწიოთ, ჩვენ თუ შეგვიძლია რომ ამაზე ძალიან გავბრაზდეთ და ისე გავბრაზდეთ, რომ ქუჩებში გამოვიდეთ და ესენი წავლეკოთ, ძალიან კარგი. თუ ამას თავს ვერ მოვაბამთ, იმიტომ რომ ლიდერი არ გვყავს, იმიტომ რომ მიშა ციხეშია, იმიტომ რომ ლევანი ციხეშია, ხაბეიშვილი და იმიტომ რომ ბევრი იმიტომ რომ მაშინ უნდა ვიცოდეთ კონტექსტი და უნდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ჭკუიდან არ გადავიდეთ და გულები არ დაგვისკდეს და ინფარქტებით არ დავიხოცოთ. მე დიდი ხნის წინ მაქვს გადაღებული ვიდეო 24 წლის სექტემბერში. სადაც ვლაპარაკობ იმაზე ნიშნავს თუ არა მოახდენს თუ არა რუსეთი ცხინვალის ანექსიას. ეს იყო ერთი ვიდეო. მეორე ვიდეო იყო ისიც 24-ში ალბათ წლის ბოლოს, როდესაც მსოფლიო მცნო კოცები არალეგიტიმურ რეჟიმად, როდესაც მსოფლიოში არავინ არ ცნო მათი არჩევნები და არავინ არ აღიარა ისინი ლეგიტიმურ მთავრობად, მაშინ ვთქვი, რომ ძალიან კარგი, რომ ეს ყველაფერი მოესწრო და ძალიან კარგი, რომ ბიძინამ რუსული დავალების შესრულება მანამდე ვერ მოასწრო, სანამ ეს მოხდებოდა, იმიტომ რომ აწი, რაც არ უნდა გააკეთოს, ამას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. როდესაც სახელმწიფოს არალეგიტიმური და არავინ რო არ ცნობს და არავინ რო არ აღიარებს ისეთი რაღაცა ხუნტა, რაღაცა ვითომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველას კიდია. ისევე როგორც ყველას კიდია მსოფლიოში რუსეთის მიერ აფხაზეთის, ცხინვალის, ელენერის, დნერის, დნეპრისპირეთის აღიარებები და დანარჩენი კიდე ბევრი რუსული სისულელეები. ჩვენ საქართველომ და ქართულ ნამდვილმა ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს, რომელიც კოცების მერე მოვა და მიშარო დაბრუნდება და ბაჩო ახალაია ციხიდან რო გამოვა, ჩვენ გავაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ დეოკუპაცია. დეოკუპაცია წარმოადგენს რას? დეოკუპაცია არის ის, რომ ჩვენ ძლიერ პარტნიორებთან ერთად, უკრაინასთან ერთად, აზერბაიჯანთან ერთად, თურქეთთან ერთად, თუ იმ დროისთვის სომხეთს ექნება კიდე რაღაცა სიძლიერებები და მოუნდება რომ დაგვეხმაროს, აი ამ და რა თქმა უნდა ამერიკის მხარდაჭერით, აი ამ გაერთიანებით გავაკეთებთ ძალიან სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ, ჩვენთვის უმტკივნეულოდ იმას, რომ გავანადგურებთ, დავბომბავთ, მიწასთან გავასწორებთ რუსულ ბაზებს აფხაზეთში და ცხინვალში. აი იმ რუსულ ბაზებს, რომელსაც იანდექსმა ახლა ზემოდან ტყე დაახატა. რომ ვითომ ეს ბაზები აქ არ არისო, იმიტომ რომ უკრაინული დრონების და რაკეტების ეშინია. აი ამას გავანადგურებთ და ეს იქნება დეოკუპაცია, ამას რომ გავანადგურებთ,
რუსეთი იძულებული იქნება რომ გაიქცეს და თუ არ გაიქცევა და მაინც მოუნდება რომ რაღაცა ჯარები მაინც რაღაცნაირად კიდე დატოვოს, ის ჯარებიც ჰაერიდან ძალიან ადვილად და ეფექტურად განადგურდება. ეს არის დეოკუპაცია. ჩვენ არაფერს ვერ ჩით ოკუპირებულ მოსახლეობას. აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ჩვენი ოკუპირებული მოსახლეობაა. ჩვენ იქ რო შევალთ, სამხედრო პოლიცია რო შევა და ჯარი რო შევა და მერე ხალხიც რო შევა და სასამართლო რო შევა, პროკურატურა რო შევა, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვინც საქართველოს წინააღმდეგ იომა, იმად გავასამართლებთ. და კიდევ ვინმე თუ ცოცხალი დარჩება იმ მომენტისთვის, იმად გავასამართლებთ და ჩავსვამთ ციხეში. მოსახლეობის დაბომბვას და აფხაზების და ოსების დაბომბვას იქ არავინ არ აპირებს. განადგურდება მხოლოდ ის ვიღაცა კოლაბორანტი, ვინც უცებ გადაწყვიტავს, რომ როდესაც ჩვენ რუსული ბაზების დაბომბვას და განადგურებას დავიწყებთ, აი რომ ვინმე თუ გადაწყვიტა იქ მოსახლეობიდან რომ ვაიმე მე რუსული ბაზა უნდა დავიცვა და ახლა უნდა გადავეფარო და მას მოხვდება დრონი ამის გამო ან ბომბი ამის გამო, ეს უკვე მისი პრობლემაა. როგორც ასეთი საქართველო საკუთარი თუნდაც მოღალატე ან არა მოღალატე მოსახლეობის დაბომბვას არ აპირებს. ამიტომ გარდა იმისა, რომ ამ ხელშეკრულებებს აფხაზებზე და ოსებზე თავდაუსხმელობის შესახებ არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, იმიტომ რომ ხელს მოაწერს ჩვენი მხრიდან არალეგიტიმური რუსი ყაველაშვილი და მეორე მხრიდან არალეგიტიმური რუსი გუნბა მე მგონი ქაური ბადრა გუნბა. აი ეს ბადრა გუნბა და მიხეილ ყაველაშვილი აბსოლუტურად ერთი და იგივე რაღაცაა. მათ შორის სხვაობა დღეს არ არსებობს. ხოდა ეს ორი ლეგიტიმური კოცი და ორი არალეგიტიმური ვითომ პრეზიდენტი ერთმანეთში რაზე ილაპარაკებენ, ხელს რას მოაწერენ, რაზე შეუთანხმდებიან რუსეთს, ამას მსოფლიოსთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ერთის მხრივ თავისი შინაარსით თითქოს და სწორიც იქნება, იმიტომ რომ მე უკვე ვთქვი, დეოკუპაცია რას წარმოადგენს. დეოკუპაცია არის რუსული ყველაფრის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და იმ ხელშეკრულებას, რომ ჩვენ რუსულ ბაზებს არ გავანადგურებთ, არ იქნება ასეთი ხელშეკრულება, არ იარსებებს. ამას რუსი ვერ მოიგონებს, ვერ მოიფიქრებს და ვერ დაავალებს კოდს, რომ ეს გამიკეთეო. რუს მხოლოდ ის შეუძლია, რომ ყაველაშვილი და გუნბაში ახვედროს და რაღაცეებზე აბოდიალოს. ხოდა ეს ჯერეთი რომ დეოკუპაციას არანაირად ხელს არ შეუშლის მომავალში. მეორე და რომ სოფლიოსთვისაც არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, ორი დებილი ტერორისტი ერთმანეთში რაზე იბაზრებენ. და მესამე საქართველოს საკუთარ ტერიტორიას დეოკუპირებს, აღადგენს სახელმწიფო კონტროლს იმ გზით, რომ გაანადგურებს თავის ტერიტორიაზე ყველაფერ რუსულს, სამხედრო გზით გაანადგურებს რუსულს, მოფერებით კი არა. და მეოთხე რა, გვარამია რომ ბოთლზე ნაჯდომი მოღალატეა, ვიცით უკვე დიდი ხანია, კოცის ჩვარი როა ვიცით და რუსის ჩვარი როა ვიცით, იმედია არავინ დარჩა მართლა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში, ისეთი, ვისაც გვარამია ოპოზიცია გონია. საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული, რუსეთი აღარ არის უკვე შავ ზღვაში და რუსეთს არ ექნება არანაირი სამხედრო არაფერი შავი ზღვის სანაპიროებზე.
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას.